Uბრალოდ მინდა ორი რამე ვთქვა წინა დღეების მოსმენებიდან. ბატონმა ყურაშვილმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 1900 იბოდიში 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას. მან კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა სიტყვა ღალატის მერიდა, მაგრამ მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი და მეორე, ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა, ჯარი, რომელსაც იარაღი დაატოვებინეს იქ და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო სამოქალაქო ხელისუფლება, იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოს გაეფრთხილებინათ, უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს დანაშაული იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის უბრალოდ მართლა გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის მეც ვიყავი, ვინც ვრეკავდით და ვეუბნებოდით, რომ დროზე უნდა დატოვოთ ხეობა, იმიტომ რომ საფრთხე არსებობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი და ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწაწყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში, მამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე რომ ერთი ტყუის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყუის გაუსროლად. ეს მინდოდა და მეთქვა.